მოგესალმებით მეგობრებო, ერთი ჩემი პატარა კომენტარი მინდა გავაკეთო ცნობილ ადამიანებზე რა, განსაკუთრებით მომღერლებზე, ხელოვანებზე, რომლებიც ცდილობენ ხოლმე, როდის იცით, აქციები რო არის ხოლმე და, როცა რაღაცა დიდი როცა იყო რაღაცეები რა, მოკლედ არაროსულ კანონზე და რაღაცეებზე და ქართულობას გვართმევენ რაღაც ევროპის დროშები და რო ცდილობენ რომ ცეცხლე ნავთი დაასხან რა და ვაიმე პოლიციას რო დაინახავენ და ძალადობა და რაღაცეები რა. პირველ რიგში თქვენს მიმართ პატივისცემას დავაფიქსირებ მე და მე არ მინდა ვიღაცამ თავის თავზე მიიღოს უბრალოდ საუბრობ და რავი თუ თქვენი თავი ამოიცანით მაშინ ეს შენიშვნას მიიღეთ რა. თქვენი კოლეგები, ზოგი ბავშვობის მეგობრები, ზოგი ნათესავები არიან, ზოგთან დაქალები, ძმაკაცები, ნათლი მირონები, რავი, 1000 რაღაცა რა. ამ ადამიანებს რომ კონცერტებს ასე რომ ვთქვათ, უქმებენ და ცდილობენ ჩაუშალონ ევროპაში. ეს ყველაფერი თქვენთვის ძალადობა არ არის? ძალიან მაინტერესებს. თუ აუცილებელია ვიღაცამ დუბნიკა მოგიქნიოს. თან ყველას მოგიხსენებათ რომ ახლა ის ფუფუნება არ არის საქართველოში რომ მომღერალს მილიონი კონცერტი ქონდეს რა. რაღაც 2 კაპიკით მაგით არჩეს ოჯახს. და მაგას რომ უგზალავენ განსხვავებული აზრის გამო, ეგ ძალადობა არ არის და თქვენ რომ ხმას არ იღებთ ამაზე, ეგ ყველაფერი არ ტეხავს. ის რომ ყველა ვიცნობდით და ბევრი მეგობრობდით. ლაშა ბასლა, ის სულ შემოველი მაგარი კაცი, მაგარი ოქრო კაცი, გაუმარჯოს სადაც არის იქ. ამ ადამიანის სიკვდილს როლს ზეიმობდნენ. განა იმიტომ რომ ეს ცუდი ბიჭი იყო, მკვლელი იყო, ვიღაცას ყელი გამოჭრა, ბადრაგი იყო, აწამა ვიღარა, იმიტომ რომ განსხვავებული აზრი ჰქონდა და ქართული ოცნების მომხრე იყო და ამის გამო თქვენი მხარდამჭერები ზეიმობდნენ, გესმის და თქვენ ამაზე ერთ ადამიანსაც წერტილი არ დაგისვიათ. სოლიდარული არ ყოფილიყავთ, რომ იცით რა ეს ტეხავს. და იცით რატო არ იყავით? იმიტომ რომ თქვენ თვითონ გეშინიათ მაგ ის სექტის. თქვენ თვითონ გეშინიათ თქვენიანებს. რომ იცით რომ ეგრევე, თქვენ ხო ეძახით ქოცებს. ქოცები იცი რომ არ იკადრებენ მაგას, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად 2004-2005 წლიდან ვებრძოდით სააკაშვილის რეჟიმს და ვერც ერთი მომღერალი თქვენი ზოგიერთი მიშას კარის მომღერლები იყავით, ზოგი ესე, ზოგს უნდა არ უნდა მღერო და ფულს აკეთებდნენ ღმერთმა შეგარგოთ. არა პრობლემა, ვერც ერთი ვერ თქვით, თუნდაც ან მე, ან ჩემი მეგობრებს, რომელიმეს ვინმე დაებულინგებინოს, ვინმეს ოჯახის წევრი, ან ვიღაცაზე კონცერტი ჩაგვეშალოს, ან რაღაცა ეს მსგავსი. თქვენი აზრი ქონდა, ჩვენი აზრი გაგვაჩნდა. მაგრამ ამ ყველაფერზე გეშინიათ თქვენი თვითონ ამ კამანდის, იმიტომ რომ თქვენ რომ რამე დაწეროთ, თუნდაც რომ ეს არ შეიძლება, იცით კარგად რომ გადაგივლიან გადოგივით. ზოგადად რომ გამოდიოდით და მე რაღაცა ბიძინა გაიქცა თუ გარბის, მაგრად გაიქცა ძალიან. ეს რა ქვია, ქართველობას გვართმევენ, რომ ამ კანონს თუ მივიღებთ რუსეთში შევალთ. და ეს ბრბოზე უფრო გული წყდება რომ ამ ყველაფრის ჯერათ და ცხრებივით ლევა ნაპრავა რო დადიან რა ესე ნაპრავა ნალევა წავიდა და ესე რო დადიან რა ხო და იცით რა მაინტერესებს ეს ყველაფერი ძალადობა არ არის მანდამაიც დემოკრატია არის ის რომ სლავა უკრაინა დავიზახოთ და ის თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ფაშისტური არ არის პოლიტიკური ხედვის გამო რომ ადამიანს უგზალავ რაღაცებს ეგ ფაშისტური არ არის ეგ არის თქვენი დემოკრატია ხო და იმიტოა მაგ დღეში რო ხართ შემოკარგებო რა იმიტოა მაგ დღეში რო ხართ და დარჩით ორი კინკილა კაცი და დადიხართ ასე იმის მოწმეებივით ხა არ მინდა რაღაც ვიღაცას შევეხო რა წარმატებები ჩვენ ქვეყანას და იმედია ეს ადამიანები მოვლენ გონზე რა აბაე და აბაჰო